გამარჯობათ მეგობრებო. Როგორც თქვი დილას დავიწყო ახლა ტოლმის მომზადება. ტოლმა უყვართ ჩემთან და მართლა გემრიელად მირთმევენ. ტოლმას უნდა მთელი დღე და ჭამას უნდა ნახევარი საათი. მაგრამ დავიწყოთ. თერ გავარჩევ ხალს და მე თანდათან გაჩვენე. საჩვენებელი თუმცა რა არის, უბრალოდ გაჩვენებთ იმას, რომ მე როგორ ვაკეთებ, თორემ ტოლმა არ არის და საჩვენებელი რამე. მე მიყვარს პატარა ფხალის ტანები, მაგრამ დღეს იმ ხელებია მოტანილი, რომ ამას ორად თუ გავყოფრებ. ამდენსაც არ გავაკეთებ, მე მგონი ამას ერთი ფხალიც გამოვა. ერთი ვაკეთება. თეორია ძალიან. აი, რაც არის ის არის, ნახოთ ჯერ დავიწყოთ და როგორ და რა იქნება. ეხლა მე იმიტომ ვარჩიე თქვენს ერთად გაკეთება, რომ აი თქვენ ვერ დავაყენეს კამერა რა. თქვენს ერთად გაკეთება, იმიტომ ვარჩიე. დადექი კამერა რა მოგივიდა მართლა. რომ თან ვიდეო ჩავწერო. თან ისე გავაკეთო, რომ ვერ მივხვდე დაღლა. ვერ ვიგრძნო. გაკეთდება ტოლმაც. გავამზადებ ახლა ასე, მერე მომწალავ ხალს. გადავდებ წყალში და არა, ყველას მოუწევს ორად გაყოფა, დიდებია. არ ვარგა და მოვშ. მერჩევნია გავაკეთოთ, თქვათ, ეხლა კი ბევრია, მაგრამ ზოგადად ვამბობ, მერჩევნია გავაკეთო ცოტა და იყოს კარგი. ვიდრე რაღაც ხალია და ბოლოს. ვიდრე რაღაც ისეთი დაფლეთილი ფოთლებით. ამას საღამოსთვის ვაკეთებ. შუადღის ჭამა უკვე დამთავრდა. ამერას ძინავს. მე კიდე მის გაღვიძებამდე მოამზადოთ, რომ მე გავყვე ისე. სუფთა ფხალია. არაფერი არ აქვს, მაგრამ აიც უნდა დიდი ყურადღება ხალს. თბილისში მართლა იშოვება სადმე? მართლა მაინტერესებს. ხალე. ისე გამოვიდარა და ისე დაცხა მეგობრებო. ძალიან მაგარი სიცხეა. დილას ხო გაჩვენეთ როგორი გრუბლები იყო, მაგრამ ვამბობენ, რომ ასე იქნებაო. რაც არ მომწონს, იმას არ შევატყო. ამას კარგად გავრეცხავ მე და ისე მომწალა, თორემ მაინც ვინიცის სასუქიც აქვს მიცემული,
აზოტი აქვს მიცემული. ისე როგორ შეიძლება გააკეთო. თითო ფოთოლი უნდა გავრეცხო. სიმართლე გითხრათ, მე ტოლმა მიყვარს ბულგარულში. მაგრამ ჩემთან მარტო მე და დედაჩემი ვჭამთ ბულგარულისას. ჩემთან რა, როცა დედაჩემი ჩემთან არის, მაგას გულისხმობ. ზამთარში ხომ მოდის ჩემთანაც და მაშინ უფრო მაგისაც ვაკეთებ და ზოგჯერ ბევრს ვაკეთებ და მე ჩავყინავ მაცივარში. მაცივრიდან როცა გამოვიღებ და ვხარშავ, იმას ცივ წყალს ვასხამ. გარს იშლება, ისე მოიხარშება. ზაფხულში საჭმელების კეთება ცოტა რთულია ხომ? სიცხესთან და გაზთან, მაგრამ დღეს ხინკალი მოუხარშე ჩემ მეუღლეს შუა დღეზე, რადგან სხვას ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებდი, დილას სახლი ვალაგე, უყვარს და ჭამა გემრიელად. ნაყიდი ხინკალი ოღონდ. გაკეთებით კი როგორ არ ვაკეთებ, მაგრამ ახლა რაღაცაც ნამდვილად ვერ გავაკეთებ. საკმარისად გავარჩიე და ამასაც კიდე შევინახავ ცალკე ხალი რომ გავაკეთო. ბრინჯიანი ბოსნეულის ყველანაირი ხალი ბულგარული მიყვარს კიდე ჭმეტიანი. ანუ სიმინდიანი. მე რომ სიმინდი შემოვა, ასეთიც გავაკეთოთ. სხვათა შორის ძალიან გემრიელია. წყალის ხმაზე რომ არ ვიხმაურ, გავთიშავ და მოვამენ. წყალი დავადგენ უსამწყარო. ამაც გადავარჩიო. ბარემ თქვენს ერთად. თქვენს ერთად თქვი და თურმე არასწორია. თქვენთან ერთად. ეხლა გრამატიკაზე მოვიდავებთ მეგობრებო. რადგან ხორციანს არ ვაკეთებ, ამას მწვანილი მიტი უნდა. ზოგადადაც ბევრი მწვანილი უნდა, მაგრამ ამას უფრო მეტი უნდა. განსაწევია. კიდეც აქედან გადავარჩიო. ძველი არის და ახვიდან შევინახო. ეხლა ვჭამე მეც და საჭმელი. ოღონდ ხინკალი არ მიჭამე. ხოლო იმ წუთას კუჭში ჩამარტყამს რა. შერი რომ ვარ უკეთესად ვარ. მართლამში ხო ვერ იქნება. ჩამამძიმა ეხა ისე რომ მალე ტყემლის საწებელის და ტყემლის გაკეთების დროც მოვა. საწებელს არ ვაკეთებ. იყო დრო ვაკეთებდი, მაგრამ ახლა აღარ ვაკეთებ. იმიტომ რომ დიდად რომ არ უყვართ ჩემებს, ტყემალსაც ძალიან ნაკლებად მითმევე. ტყემალი უფრო სარას უყვარს თბილისელი ჩემი შვილი რომ არის და ცოტას ვაკეთებ, იმათ თუ გავატან ცოტას და ცოტასაც სახში ვიტოვებ, რომ თელს შეწვავ თუ რამეს გქონდეს. მე ხა იმაზე გამახსენდა
ესეთი ქინძია, რომ ყემალს რომ მოუხდება. ეხლა საათი არის 4. ანუ მე 6-მდე ყველაფერი უნდა მოვასწრო. რომ მე ჩემ თავსაც მივხედო და მე წავიდე. იმდენი აღარ მინდა გადავარჩე და შევინახავ ამას. ბევრი ქინძი არ უნდა. ნიახურსაც უშვები, მაგრამ ბევრს არა. ერთ-ორ ფოთოლს. ბევრი არ მიყვარს. რახუში დავამატოთ კიდე. ეს არის აქ ჩვენი აჭარული მწვანილი და ძალიან გემრიელი სურნელი აქვს. მაგასაც აქვს განსხვავება. მართლა აქავე მწვანეს რომ სახში შემოიტან ესეთი სურნელი დგას. რა თქმა უნდა ესეც აზოტზე მოყვანილია, მაგრამ ბევრი არ აქვს რა, იმისთვის რომ მოვიდეს, ცოტა აზოტი და ცოტა სასუქი აქვს და სხვა რამე დანამატები არ აქვს. და ის სუნიც აქ რაც უნდა გქონდეს. ეხლა ფეხზე დგომით რატო ვაკეთებ? რომ შეიძლება თავი დავაცვენო, მაგრამ ამის ერთად თან მინდა რომ ხალიც მომწალო და ერთსაც და მეორესაც ერთად გავაკეთებ და დაჯდომას აზრი აღარ აქვს. თუ მაინც ასჯერ უნდა ავდგე, რა აზრი აქვს? ამიტომ დგავარ ფეხზე და არ ვასვენებ ჩემს თავს. ამას ახლა ჩავყრი წყალში, მარილს დავაყრი, ოდნავ ძმარსაც დავასხამ და გავაჩერებ და მე კარგად გავრეცხავ. თორე ისე არ გამოვა. როგორ აქვს ახლა ვიღაცას ეს მოკრეფი ვიცით? ასე ერთიანად მოჭრილია და ნახევარი იგიაში მით. ბალახები. ადრე მე რომ არხი არ მქონდა და გოგოებს ვუყურებდი, ანუ სხვის არხს თავდი და ვუყურებდი, არ ჩამოვთვლი ახლა ვის მაშინ იმათ ჩავთავდი ასე კერძების გაკეთების დროს, რაღაცეების დროს და თან უყურებდი და თან გაკეთებდი და ეხლა ალბათ მივიყურებენ და ისე აკეთებენ. ოღონდ მე ასე მგონია და არ ვიცი იქნება და არ მიყურებენ მაგ დროს. მე რატომღაც მიხაროდა. რაღაცას ვაკეთებდი და თან უყურებდი. საერთოდ ვერ ხვდებოდი რა დრო როდის გადიოდა. თან ვისაც უყურებდი მიყვარდა, მიხაროდა და მიყვარს დღესაც ის გოგოები და სიხარულით უყურებ, ცოტა მოვიტოვე. რასიც უნდა პიტნასაც და რეჰანსაც უშოვდი ძალიან ცოტას. დამავიწყდა რომ დამებარებია, მაგრამ მაქვს ხმელი და იმას უზამ არ აქვს დიდად მნიშვნელობა. ნუ ახალი მაინც გემრიელია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. არომაც ისიც მიცემს. თორფოთოლს ამასაც მოვიტევი, იმიტომ რომ სალათაში გამომადგება. წყალიც ადუხდა.
გამწოლი მაქვს, მაგრამ ეხლა ისედაც ვერ ჩავთავ. რომ არ მინდა ვიხმაურო, მაგრამ თავის დროზე ეს გამწოვი რომ ვიყიდებ, მაშინ რა ვიცი რატომღაც არ გაგვაფრთხილეს, არ გვითხრეს, რომ ეს უნდა გაითვალისწინო ოთახის კონტროლებაზე და არის ამ ოთახისთვის პატარა. ხო და მაინც არ გააქვს. მეჩვენია კარი გავაღო, ვიდრე ამის ხმაურს უსმინო. ისე მუშაობს, მაგრამ ზაფხულში საერთოდ არ სარგებლობ. ზამთარში კი, იმიტომ რომ სიცივეც აკარს ვერ გააღებ და თან არ მინდა რომ დაიორთქლოს და მაშინ კი, მაგრამ ისე რა, რომ გითხრათ რომ გააქვს მეთქი, არა, მაგრამ მაინც ვთავ. აი რამდენი მწვანეა. ეხლა ისე ლაითად გავრეცხე, რომ მაინც უნდა დავაყარო მარილი და ძმარი. ამ ძმარს ვერა და ვერ ავხსენი თავი, რატომ არ ვიცი. არა და მთლიანად მიწევს მოხსნა. რაღაცა არ გაგუჭებული. ვერი არა რომ გიმოართვამდეს. ახლა ასე ცოტა ხანს და მე ადვილად გავრეცხე. შუქი ჩაქრა. ეგ რა არის ახლა? რას ნიშნავს? ხდება, მაგრამ ასე არა, იშვიათად. ნახოთ, თუ მოვა. მედია ვიდეოს ჩაწერამდე მოვა და მე არ შემიშლის ხარ. კიდევ მაქვს საქმე. მიყვარს მასულელი საქმე, მე მიყვარს და იყოს მილაგებული. ხახვი და მეორე გარჩეული მაქვს, მაგრამ ფიქრობ ხომ არ დავამატვეთი თავი, მაგრამ მე მგონი არ უნდა. იმიტომ რომ
ბევრი ხალხი კარტინოს არ მიცის პირიქით. შეუცვლის გემოს საკმარისია. 3 თავი ხახვია და მეორეც კიდე 2-3 კვირა. ეს დარჩენილი მწვანეც შევინახო მაცივარში. დიდი ხანი გავიდა, შუქი რომ არ მოვიდა. ხდება ნეტა გაფრთხილება არ მოსულა. ასე იციან, ჯერ შუქს გათიშავენ და მერე მოვა გაფრთხილება. წინ ვართ, ყველაფრისკენ. წამალი რეკას. წამალიც დავლიოთ. ამზადე რომ არ დამავიწყდეს მეთქი ჩემი ამბავი ვიცი. ძალიან ხმაურობ ხო? ეს არის ჩემი ჭიქა. ჩემს გარდა მაქვს ჭიქით ყავს და არაფერს არავინ არ დალევს. ჩემი ეგ. ეხლა წერ ვიდეოს, მაგრამ შუქი არ მაქვს და როგორ ჩანვარ არ ვიცი. გაზი გავხეხე კარგად. მართლა კარგად. არა ეხლა ვაკეთებ საჭმელს. ისე მოისურვება, მაგრამ იმდენად არ მოისურვება და ეხლა გავიჟდა ხალი. ამას ცივწყალში ცივწყალში ჩავყრი მერე. ხახს დავაბლენდერებ, კი არა და დავაჩოფერებ. წვრილად დაჭრის თამალი იქნება და ეგეც ჩემთვის ერთი შვებაა, რომ მაგისთვის დიდი დრო აღარ გამჭირდება მაგის დაჭრისთვის. ეს ჩემი მარჯვენა ხელია, ეს ისე მიყვარს. მოკლედ არ ვიცი, უცებ. დედა ჩემთან დავრეკე დღეს. ეს რა სულ რეკავ, მაგრამ ეს რომ დავრეკე, ისეთ კაი ხასიათზე იყო, მივხვდი რაღაცა ხდებოდა. ბიძაშვილები ყავდა სტუმრად თავისი და მოკლედ გახარებული იყო. გამიხარდა მეც. ესე ეგეც გავრეცხე. ხალიც გავრეცხე კარგად. ამასაც გადავასხა. გავავლებ და იმაში გავაკეთებ ტომას. ეხლა ხახვი დავაბლენდეროთ. ხახვი დავაჩოფეროთ მეთქი შუქისა და თუ არ მოვიდა ახლა ეს უკანა მოყარა და ხელით დაჭერი მერე.
კარგით რა. ნახოთ, აბა დაველოდები. დავჭერი მწვანეც გავამზადე, მაგრამ შუქი არ მოვიდა. ეხლა რომ დავჭდე და ამას ველოდო, მე 6-მდე კი არა, შეიძლება გვიანამდეც ვერ გავაკეთო. მომიწევს ახლა ამოვყარო ხახვი, დავჭრა. დღეს როგორ დავიწყე არ ვიცი ეს საჭმის კეთება. ჯერ ხომ ამილანს დარჩა ფხალი და მწვანილი მანქანაში. ჩავედი ამოვიტანე. ეხლა დავიწყე და შუქი ჩაქრა. ნახოთ კიდე რა მოხდება გზა და გზა. იმედია ტელეფონიც არ დამიჯდება, რომ მე ვიდეო მაინც ავტვირთო. და ბოლომდე მივიყვანო. ნახოთ რა იქნება. ჭიქაზე ცოტა მეტი ბრინჯიც გავრეცხე. ეხლა დავწვავ ცხიმს, ზეთს და ცოტა კარაქს. ბლომად ცხიმი რა თქმა უნდა. არა და არ მოვიდა. მეგობრებო, შუქი მომიწია ხახვის ამოყრა და დაჭრა. განა რა პრობლემაა ხახვის, არ მქონდა ის ჩოფერი რომ ჭრიდი, მაგრამ უბრალოდ რა იცი, ის რომ ისედაც დაჭრილი იყო და მე იმის დაჭრა კიდე გამაწამა. მოკლედ რა დღეს რა ვიარით დავიწყე დღეს ტონის კეთება არ ვიცი. მოცხიმი დავწვი, ზეთი და კარაქი. ეხლა ტომატი ჩავაყარე, ამას მე ზეთი მოვაცხარე. არ გავაჭო. აი ხანი არ ჩამქრალა. შუქი და ეხლა რა იყო არ ვიცი. ტომატს ზემოდან ზეცვას ხამ და თხა შეინახავს ხავს. არ გაფუჭდება. ხავსაც და მეორსაც გადავხრატა. ჩემი გაწმენდილი გაზი შემოსვარა. დასვისამ. ხავს გადავხრატა კარგად. დანარჩენს მე აღარ გადავხრატა. უბრალოდ გადავაცხელე და всё. ეს გადაიხარკოს და ამაში ჩავაგდებ ახლა სამცავს საქონლის გალინა ბლანკას. ხახვიც მოითუშა, გალინა ბლანკაც კარგად გადნა შიგნით გავხდა. მწვანილიც ჩავაყარო. ჭურჭელი როგორც ყოველთვის მე მიგროვდება და მიგროვდება. ხმელი ქინძი. ცოტა რეჰანი. ცოტა პიტნა. პიპილი. მარილსაც ცოტას გავუკეთებ, იმიტომ რომ გალინა ბლანკასაც აქვს და გავსინჯავ მე როგორი იქნება. ხელით ვაკეთებ ეხლა და სუხანდირად არ ჩათვალოთ, უბრალოდ ასე მიჩვეული ვარ. უფრო ხდები რამდენი ჩავაყარე და რა დოზე. всё, ამას აღარ გადავხრაკავ, გადავაცხელებ და მოჭ. ხალი დიდებია და აუცილებლად უნდა გავყო შუაზე. ამ ხელები არ მინდა. თანდათან გავყოფ და ისე გავაკეთებ.
მიყვარს ძალიან დიდები ტოლმა და არც გადატვირთული. ზომიერად მიყვარს შიგნით ყველაფერი. ცხიმი ბევრი აქვს და რა თქმა უნდა, აი სამკუთხედები. რა თქმა უნდა გამოვა ასე, იმიტომ რომ ცხიმი აქვს საკმაოდ. ტოლმას თუ ცხიმი არ აქვს, აბა რა ვიცი რა უნდა ქონდეს. და ეხლა ამას რადგან ხორცი არ აქვს, ამიტომაც ცხიმს უფრო უშვები. ასე გავაკეთებ მეგობრებო, გავავსებ და მერე სახში გაკეთებულ პამიდორი რომ აქვს ხახში გაკეთებული მარტო პამიდორი ბულგარულის ერთად. იმასაც მოვასხამ ზემოდან, დავასხამ ადუღებულ წყალს რომ მოვარს და მოვხარშა. აი, ჩემი ლამაზი ტოლმა. დავასხამ ადუღებულ წყალს და მოვხარშა. ტოლმასაც მოვუღე ბოლო მეგობრებო. დავიღალე, დავჭდე ახლა და აი ხომ გითხარით. შუქის შეტყობინება არ მოდის რომ გაითიშება მეთქი. ამ წუთას შევედი Facebook-ზე, დავჯეთი თან თქვი და ვისმენებ მეთქი. 9 წუთის წინ მოსულია შეტყობინება რომ შუქი გაითიშება და ჩამონათვალი ბათუმის და აქ ქუჩები. და შუქი მოსულია უკვე საათნახევარია. სულ ასეა, გაითიშება და ან მოსულამდე დაასწრებს 10 წუთით ადრე რომ შუქი გაითიშებაო და ან მოვა და მერე მოდის შეტყობინება და რაღა საჭიროა ვერ ხვდები. მე კი დამღალეს დღეს. ერთი რაც შემეხიდებოდა იმ ხახვის დაჭრაში ვერ გამოვიყენე და არა უშავს. უბრალოდ ისა რომ ცხელა ძალიან და ჩემთან სამზარეულოში ისია რომ მოანათებს მზე და უცა სიცხეა. ხო და ეხლა არ ისე რომ გასთან დგომა ამ სიცხეში და კერძების კეთება და პლუს აქედან სიცხე. ეხლა შევარდები აბანში, მოვაგზავნო რომ მე გავყვე ამირანს და არა უშავს როგორც მოითხოვს საქმე და როგორც მოგეხერხება ისე უნდა გააკეთო სხვა გზა. არ გააკეთებ და შენი აჯობებს. თავია მოვარდა. მეგობრებო, ვიცი ახლა ტოლმის ვიდეოს გადაღებას არანაირი მნიშვნელობა არ მქონდა, ყველა საუკეთესოდ აკეთებთ და ისეთ გემრიელს აკეთებთ, ვიცი და სხვადასხვანაირს. უბრალოდ მე როგორ ვაკეთებ ეს გაჩვენებ და თან თქვენს ერთად გავაკეთე რომ ცოტა ვერ მეგძნო ის დაღლა კეთებისთვის და თან დროც აღარ დავკარგე. ხო და თელი დღეა ტოლმა სიძახი. თუ მოვახერხე მოვა კიდე რა პრობლემა, მაგრამ არ ამგონია. ქედან რომ მოვდივარ უკვე გვიანი არის და ნახოთ, მე მგონი ვეღარ მოვახერხებ და დღეს რაც გავაკეთე ეს იყოს. თავია რომ თქვენთან მოსვლელი მაინც არ გავჩები. ეხა ისეთი მზეა, სამზარეულოს შუამამდე მოსულია. შუა ნაწილამდე. ძალიან ცხელა. თან იქით კარები დახურული მაქვს. მე არ საიდან აქრის. ეს 2 დღეა უკვე ჩაცხართ, რომ აქამდე არ იყო სიცხე. ეს ბალი მომიტანა ჩემო მოგონდა და მიყვარს ძალიან. ამისთვისაც ვერ მოვიცალე რომ ჭამო, ეხლა შევჭამ ცოტას და გავიქცევი აბანოში. ხო. აბა მეგობრებო. გვიანია ეხლა საათი უკვე 6 ხდება. ანუ 15-20 წუთი მაქვს დრო. კარგად მეგობრებო, აბა.
ხო, დღეს თუ ვერ მოვედი, ხვალებილით აუცილებლად მეთისნებით. აბა დროებით. მეყვარხართ ყველანი ძალიან.